გამარჯობათ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ასევე მსმენელებო. სტუდია რვიდან მოგესალმებით მე, კოჩა ჯოჯუა და დაახლოებით ალბათ 1:40 წუთი წავიყვან გადაცემას. Როგორც ყოველთვის, პირველი ნახევარი ვეცდები, რომ ჩემი აზრები გაგიზიაროთ და მე უკვე ასე ვთქვათ, ბოლო 20 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ თქვენც შემოგვიერთოთ და დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ უკვე ურთიერთობა. წინა გადაცემებზე ვერ მოვედი, სხვათა შორის ერთი და აი ახლაც დავაგვიანე, ეთყობა პარასკევი დღე ძალიან მძიმე დღე არის საცობების თვალსაზრისით და მიუხედავად იმისა, რომ წინა გადაცემის დროს 80-ლარიანი ჯარიმაც იმას ვქენი მივიღე, მაგრამ ეხლა აი კიდე 5 წუთი დაახლოებით დამაგვიანდა სწორედ იმის გამო, რომ საათნახევარზე მეტია გზაში ვარ, ხო? ეხლა ამას რატო ვამბობ? ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში ჩვენთან ხო როგორ არის, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ალბათ მთელ ყველგან ესეა. წინა გადაცემებშიც ვამბობდით, ნებისმიერი უკმაყოფილება, რომელიც არსებობს სახელმწიფოში, ძირითადი მისი მიზეზი და საბაბები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს და სხვადასხვა, მაგრამ ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ არის გამართული, სახელმწიფოში ადამიანები ვერ ცხოვრობენ ისე, რომ თავი იგრძნონ კომფორტულად და ამის გამო ხდება მე დანარჩენი უკვე ყველაფერი ებმება. ამის გამოა მთავრობა არ მოწონთ, ამის გამოა პარლამენტი არ მოწონთ, იმ რომელიც მთავრობას ირჩევს, ამის გამოა მთელი რიგი ის პრობლემები, რომლებიც დგება ხოლმე. ამას რატო ვამბობ, ხო? რა კავშირია თითქოს აი ამ საცობებთან. ჩვენ ხო ყველამ ვიცით, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბიზნესი, რომელიც საქართველოშია და საქართველოში გამორჩეულად არის თბილისი და ბათუმი, ერთ-ერთი მთავარი ბიზნესი ეს არის მშენებლობა. მშენებლობაზეა მიბმული მე უკვე ძალიან ბევრი სხვა ბიზნესები, იმიტომ რომ მარტო თქვათ იმისი სახლის აშენება ეს არ არის მარტო ბეტონი და რკინა, ხო? ამის შემდგომ იწყება უკვე იმ სახლის მოწყობა, ავეჯი, ტექნიკა, მის სახლის გამართვა, აი ეს ყველა ბიზნესები სინამდვილეში, რომლებიც არის მიბმული სამშენებლო ბიზნესთან, საბოლოო ჯამში ამუშავებს ქვეყანას, ხო? ძირითადი ეს არის. მაგრამ როდესაც ქვეყანაში სიტუაცია გაუსაძლისი ხდება, ქალაქში გადაადგილება, იმიტომ რომ ყველა აშენებული ახალი სახლი. ჩათვალეთ იმ ყველა აშენებულ ახალ სახლში, დღეს უკვე მანქანა აღარ არის, ხო? როგორ ამბობდა ილფი და ილინის დროს გახსოვთ 12 წამში, ხო? რუსული ის არის машина это не предмет роскоши, а средство передвижения, ხო? ქართული თარგმანი ბევრმა ალბათ ვინც იცით რუსული, ქართულ თარგმანში ესეა, რომ მანქანა არ არის ფუფუნების საგანი, მანქანა გადაადგილების საშუალება. ყველა სახლში ჩავთვალოთ, რომ ერთი მანქანა არის. იმიტომ რომ ყველა ადამიანი ცდილობს, რომ პირველი თუ სამსახური მოძებნა რაღაცა, იმ წუთშივე გარბის და კრედიტს იღებს, რომ მანქანა იყიდოს, იმიტომ რომ ადამიანების დიდ ნაწილში ჯერჯერობით კიდევ არის ეს ჩვენთან, მანქანა ადამიანს სურს იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს ის თუნდაც ბავშვობის, ახალგაზრდობის, აი ეს პერიოდი, როცა მას ნამდვილად სურს, რომ თავისი მანქანა ყავდეს და როგორც კი ეს შანსი ეცემა ადამიანს, ბინა შეიძლება ნაქირავები კონდეს, სახლი თავისი არ კონდეს, მაგრამ ის რომ სამსახური თუ აქვს უკვე, ხო, ნებისმიერი თუ კი რაღაცა მოძებნა და შანსი აქვს იმისი, რომ მანქანა იყიდოს და თანაც მანქანები ის რომ გადაადგილებისთვის კონდეს, 2-3 $-ში თავისუფლად იყიდი ისეთ მანქანას, რომელსაც შეუძლია რომ გადაადგილების საშუალება შეგიქმნას, ხო, კომფორტი. და ადამიანები ცდილობენ ეს მანქანები იყიდონ. მე აღმოჩნდება, რომ თურმე ტრანსპორტით გადაადგილება უფრო უკეთესია, აი ამინდის გამო არის, რომ თქვა მე ხშირად მოვდივარ მართლა ვცდილობ რომ მეტროთი ვიარო და იმითი მოვიდე რა ქვია გზავრობის აი საშუალებით რომელსაც ქალაქის ტრანსპორტი ქვია მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში გადავწყვიტე და ალბათ კიდე მივხარე რომ ვიფიქრე ამინდის გამო თანაც ასაკში უკვე ისე ვარ მეთქი ვერ მოვასწრებ მეთქი ამინდიც ისეთია შეიძლება წვიმაც ამოვიდეს მოდი მანქანით წავალ და საათნახევარზე უფრო ადრე საათი და დაახლოებით 40 წუთი ადრე გამოვედი ამას რატო გეუბნებით ადამიანთა გარკვეული ნაწილი რომელსაც უკვე ფული აქვს ეს ადამიანები მიხვდნენ და ქალაქიდან გავიდნენ და თუ გახედავთ თბილისის გარშემო უკვე ის მთები რომელიც ადრე ჩაბნელებული იყო უკვე შუქებით არის რა ქვია სავსე ეს იმას ნიშნავს რომ იქ დასახლებები შეიქმნა ბევრი ადამიანი რომელსაც იმის საშუალება არ აქვს რომ თქვა ქალაქშიც კონდეს სახლი და კონდეს უკვე ქალაქგარეთაც უკვე თბილისში ბინების გაყიდვა დაიწყეს და ქალაქიდან თანდათანობით გადიან მაგრამ დიდი ნაწილი ჯერჯერობით ამას ვერ ხვდება და ფიქრობს რომ
გამომდინარე იქიდან რომ თბილისი არის ერთადერთი ქალაქი, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება, იქ ასევეა ბათუმი, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცა სამსახური იშოვო, ხო, რაღაც გარკვეული შემოსავლის წყარო გაიჩინო, აქედან გამომდინარე ეკონომიკურად ეს ორი დიდი თავკომბალა ქალაქი, რომელიც სინამდვილეში ქართულ ეკონომიკას თუ კი დღეს ვინმე წარმართავს, ეს არის სწორედ თბილისი და ბათუმი და ისიც რის ხარჯზე გითხარით, ეს არის ძირითადად მშენებლობების ხარჯი და მერე მასზე მიბმული, ასე ვთქვათ, ბიზნესები. აქედან გამომდინარე არის, რომ ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რასაც ქვეყანაში ხელისუფლება უნდა წყვეტდეს და რაც ყველაზე მთავარია. ადამიანების მხოლოდ აი ეს მცირე ნაწილი ხდება, რომ თანდათანობით უკვე ქალაქში ცხოვრება აუტანელი ხდება და ქალაქიდან უკვე გასვლაზე დაიწყო ფიქრი. ხო, ასევე ქალაქის ცენტრში, ან ისეთ უბნებში, სადაც პრესტიჟულად ითვლება. ხო, ასეთ უბნებში სახლების ყიდვა და თუ შევხედავთ როგორ განვითარდა, თქვათ ეს ყველაფერი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ჩვენზე მეტად უფრო ეკონომიკურად წინ არიან, ჩვენზე ბევრად უფრო ადრე გაიარეს მთელი ეს ასე ვთქვათ პროცესები, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ, ნახავთ რომ ქალაქის ცენტრში აღარავინ აღარ ცხოვრობს. ხო, არ ცხოვრობს, მე გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ადგილობრივი მკვიდრები. ხო, გინდათ ლონდონში, გინდათ პარიზში, გინდათ რა ვიცით ბერნში, ბერლინში, სტოკჰოლმში, სადაც გინდათ ყველანი ის ადამიანი, რომელიც არის ადგილობრივი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც არიან წარმოშობით, თქვათ, გერმანელები, ფრანგები, ინგლისელები, ხო, ისინი უკვე ცდილობენ, რომ ქალაქიდან რაც შეიძლება შორს იყვნენ და გავიდნენ, იმიტომ ქალაქი დაუთმეს ვის? ქალაქი დაუთმეს იმ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩასული და ასეთი ადამიანების უმრავლესობა ეს არის სხვა ქვეყნებიდან მიგრირებული ადამიანები. თანდათანობით თბილისიც ამ გზას დაადგა. აიტანს თუ არა ის ქვეყნები და მათი ასე ვთქვათ სახელმწიფოები, ასე ვთქვათ ასეთ შემოტევას ამ ტალღების, ხო? ეს მათი პრობლემაა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ მათ ძლიერი ეკონომიკები აქვთ, გამომდინარე იქიდან რომ ისინი არა თუ თავიანთ მაცხოვრებლებს, არამედ აქედან ჩასულ ადამიანებსაც კი, ხო, საშუალებას აძლევენ იმისი, რომ თავი შეინახონ და ასე თუ ისე ეკონომიკურად ფეხზე იდგნენ და თანაც არა თუ თავი შეინახონ, არამედ იმ ქვეყნებიდან საიდანაც ჩამოდიან. იქაც კი ფული გააგზავნონ და ეს მაგალითები არის ჩვენთანაც ჩვენც ვნახეთ ეს, ხო? აქედანაც ჩასული ქართველი ემიგრანტები ახერხებენ იმას და დღესდღეობით შეხედეთ, უმეტეს შემთხვევაში ყველაზე მეტად ფინანსური აქტივობებით თუ სადმე შეინიშნება და რაიმე საზოგადოებრივი ხდება, სულ არის ემიგრანტების ფულით. და ცდილობენ რომ ეს აქტივი, რომელი აქტივსაც უკვე ნიშნავს ემიგრანტი თუ ხარ და გასული ხარ, მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით ალბათ 70% ნიშნავს რომ უკვე საშუალო დონის მაცხოვრებელია. ის აქ ინახავს ოჯახს და თვითონაც შეუძლია აქტივობა. აქტივობები რა არის? ფულების გადარიცხვა საზოგადოებრივ საკითხებზე, ეს საკითხები იქნება, არ ვიცი, თუნდაც ქუჩაში გამოსვლა იქნება, საპროტესტო აქცია იქნება ადამიანების დახმარება, ხო, საქველმოქმედო აქციები. ძირითადად ემიგრანტებზია. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენთანაც მივადექით იმ პერიოდს, როდესაც ჩვენგან წასული ემიგრანტი უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე აქ მაცხოვრებელი მკვიდრი მოსახლეობა. და დანარჩენები, ვინც აქ ჩამოსულები არიან, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ის ადამიანები კიდევ გეუბნებით, დღეში $15, $10 რო გააკეთოს ადამიანმა, აქ ჩამოსულმა ემიგრანტმა, ის ნიშნავს იმას, რომ მას საშუალება აქვს თავის ქვეყანაში, იქ შეიძლება ერთი თვე $100 იცხოვრო. ეს პერიოდი ჩვენც გავლილი გვაქვს და გაიხსენეთ კარგად, $100 შენ შეგეძლო მინიმუმ ერთი კვირა, თორე შეიძლება ერთი თვეც ასე თუ ისე გეცხოვრა. ეს იყო 90-იანი წლები და რა მდგომარეობა, რა ეკონომიკურ სიტუაციაში ვიყავით, გაიხსენეთ და მაშინ ცხოვრებას თუ ცხოვრება ერქვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენთან არის ხოლმე საამაყო, რომ აი საქართველოში არასდროს არ ყოფილა მშიერი ბუნტი, რასაც ქვია, ხო? არ ყოფილა სოციალურ ნიადაგზე რევოლუციური გამოსვლები, ხო? ამას ორი იმითი ხსნიან. ერთი რომ საქართველოში ის ადამიანები, რომლებიც მართველი კლასი იყვნენ, ელიტა იყო, ცდილობდა რომ მას დაქვემდებარებული ის ადამიანები, რომლებიც მათ ეკუთვნოდათ, ხო, ესენი იყვნენ აზნაურები, თავადები, ერისთავები, ისევე როგორც ვთქვათ, დაახლოებით ეს სისტემა, ფეოდალური სისტემა ჩვენთანაც ისეთივე იყო, როგორიც ევროპული ქვეყნების ფეოდალური სისტემა, იმ რანგირებების მიხედვით, სოციალური საფეხურების მიხედვით, რომელიც თავისთავად ჩამოგვიყალიბდა ჩვენმა ცივილიზაციამაც დაახლოებით იგივე. არა ის რომ
სამხედრობით გადატანა, თუმცა რასაკვირველია გარკვეულწილად რატო უნდა მოიგონო ველოსიპედი, როდესაც გვერდზე ხედავ რომ თქვა ეს ერი როგორ ვითარდება, რა სოციალური წყობა აქვს, რა ეკონომიკური წყობა აქვს, როგორ აქვს ეს ყველაფერი განვითარებული, როგორი ინსტიტუტები მუშაობენ, რასაკვირველია გარკვეულწილად მათი ცვლაც ხდებოდა ერთმანეთში, ასე ვთქვათ, ხდებოდა ხოლმე ურთიერთგაცვლა, ყოველგვარი მარტო გადატანაც არ ხდებოდა, ხო? და არც გადატანა არ არის, სხვათა შორის რატომღაც მიაჩნიათ, რომ აი თუ კი რაღაცის კოპირებას გააკეთებ, ეს შენ თვითონ კი ვერ მოიფიქრე, არამედ თურმე კოპირება გააკეთე ვიღაცა უფრო მეტად განვითარებულის. და პირიქით, სიბრძნეა ეს, ის რაც ერთმა უკვე მოიფიქრა და გააკეთა, თუ ამას შენ აიღებ და მერე თუ კიდე დახვეწავ და კიდე რამეს მიამატებ, ხო უფრო მაგარი ხარ, მაგრამ თავი რატომ უნდა მოიგლა იმაზე, რაც უკვე მოგონილია, რომ ვიღაცას დაუმტკიცო, რომ მე ჩემით მოვიფიქრე, ხო? აქედან გამომდინარე, ადამიანები ცვლიდნენ ერთმანეთში იმ ინფორმაციას თუ საზოგადოებას როგორ უნდა ეცხოვრა უფრო მეტად კომფორტულად და ჩვენც ასეთ მასში ვიყავით, ხო? არეალში ვიყავით, სადაც დაახლოებით ესე განვითარდა იგივე სოციალური სტრუქტურა ქონდა, ოღონდ ჩვენთან ადამიანები ცდილობდნენ იმას, რომ ამ შემთხვევაში იყო, ხო, კარგი ბატონი, ბოროტი ბატონი, თუმცა ლიტერატურაშიც გვაქვს ბევრი ისა, რა ქვია, კაკო-ყაჩაღი იქნება ეს თუ თუნდაც ბოლო პერიოდში, როდესაც ვიღაცა ბატონი არ იყო კარგი, ხო? ასევე ხდებოდა აჯანყებები, ოღონდ შიდა აჯანყებები ხდებოდა ხოლმე, ასეც იყო გავლილი, მაგრამ მე რატომღაც დარჩა, რომ აი ჩვენ გამოვდივართ ეროვნული ინტერესების გამო, ჩვენ გამოვდივართ რაღაცა უფრო მაღალი ზნეობრივის გამო, მაგრამ არ გამოვდივართ შიმშილის გამო. და საქართველოში მშიერი ვინ გინახავს, ხო? ეს გამოთქმაც ბევრჯერ ალბათ გაგიგიათ. და რას ნიშნავს მშიერი ვინ გინახავთ? მონათფლობელობის პერიოდიდან მშიერი, აი იყო ისიც გაჭირვებული ან გონებრივად გაჭირვებული ბატონი, რომელიც ყმას, მონას აცხოვრებდა ცუდად, თორე ღირსეული აცხოვრებდა კარგად, ან გაჭირვებული ფინანსურად, ოღონდ მონები ყავდა, მაგრამ გაჭირვებული იყო და თავისთვისაც არ შეეძლო, ვთქვათ, ისე ფუფუნებაში ეცხოვრა და ამიტომ იმ ადამიანებს საჭმლის პრობლემაც კი ჰქონდათ, ვისაც ის ასე ვთქვათ, საქონლად თვლიდა, ხო, ადამიანად არ თვლიდნენ. ეს სხვათა შორის ქრისტიანობა მოახდინა მერე ის უდიდესი ცვლილება, იმიტომ ვამბობთ, რომ ნათელში გადავიდა, ბნელიდან ნათელში, ადამიანის ცნობიერებაში შეიცვალა ყველაფერი და მათ შორის ისიც რომ ყველა ადამიანია ერთნაირია. მანამდე არ თვლიდნენ, ხო, თქვენ წარმოიდგინეთ რომ ჩვენი აზროვნების ამაზეც ხშირად გვილაპარაკია ხოლმე ადამიანების დღევანდელი კულტურა, რასაც ქვია, და შეიძლება ითქვას ბერძნულ-რომაული კულტურიდან მოდის, უფრო ბერძნულიდან დაწყებული, ხო? მაგრამ თქვათ იგივე პლატონიც, არისტოტელეც, ან ვინც გინდა ჩამოთვალოთ სოკრატეც, მონას არ თვლიდა ადამიანად. ეს იმიტომ რომ კიდე გეუბნებით ქრისტიანობამდე არაფერი ბევრი არ შეცვლილა. წვერის გაპარსვა დავიწყეთ ელექტროსაპარსით და დენი გამოვიგონეთ და ისინი გვაქვს რა ქვია აპარატურა და შევცვალეთ ჩვენი კომფორტის ასე ვთქვათ გარემო, თორე აზროვნებაში რა აზროვნებაც მაშინ იყო თითქმის ყველაფერი იგივეა. მაგრამ მოხდა ის რაც ყველაზე მთავარი, ადამიანმა დაინახა რომ დანარჩენი უპოვარიც, ის ადამიანი რომელსაც არაფერი არ აქვს, ისიც ადამიანია. მასაც ისევე უნდა მოექცე როგორც დანარჩენს ადამიანს და გათანაბრება მოხდა, იმიტომ რომ უფალთან დიდარიც და ღარებიც ხო თანაბრად წარდგება და პირიქით ხშირ შემთხვევაში დიდარი ისე მოხდება სამოთხეში, როგორც ახლემი ნემსის ყუნწი, ოღონდ ის ნემსის ყუნწ იერუსალიმში კარები იყო, პატარა ვიწრო კარები და ახლემი იქ ვერ ეტეოდა და ამიტომ ამბობდნენ ნემსის ყუნჩი ვერ გაძურება და არა ის ნემსი არა აქვს წარმოდგენილი და იმ ნემსის ძაფსროძლებს უყრით არა. რეალობაში ესე იყო, რომ ნემსის ყუთში ახლემი უფრო გაივლის, ვიდრე დიდარი მოხდება სამოთხეში, ხო? ანუ ქრისტიანობამ ფუნდამენტალურად შეცვალა ბევრი რამ და აქედან გამომდინარე, ჩვენ რო დღეს ვლაპარაკობთ, რომ ადამიანი თუ საქართველოში მშიერი არ არის და აქედან გამომდინარე, ამიტომ მას პრობლემა არ უნდა ქონდეს, ეს არის კიდევ გეუბნებით ალბათ ველურობის და იმისი, რა ქვია, გაუნათლებლობის აპოგეა. რას ნიშნავს მშიერი არ არის ადამიანი? როგორ უნდა იყოს მშიერი ადამიანი დღეს? და მით უმეტეს თან მართლაც არის მშიერი ადამიანები, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეს პერიოდებიც გავლილიც ქონდა ადრე, მე რაღაცა პერიოდი ამოვისუნთქეთ და ეხლა ისე ვხედავთ იმას, რომ ადამიანები სანაგვე იმაში, რა ქვია, ურნაში ეძებენ, რა ქვია, საჭმელს. ვიღაცა მეტყვის, რომ ასევე ეძებენ, თქვათ, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც ვთქვათ, ევროპული ქვეყნებია, იქაც ხდება ესეთი რაღაცა, ფილმებში გვინახავთ, ამერიკის შეერთებულ ჰოლივუდის ფილმებში გვინახავს, რომ ადამიანები იმაში ნაგავში ეძებენ.
აქამდე რო დავდივართ და ამას რო ვამბობთ, რახან იქერ რაღაცა გამონაკლისები ხდება და აქედან გამომდინარე ჩვენთანაც არ აუშავს, ეს არის ყველაზე ცუდი რამ, ეს არის ის კონფორმიზმი, რომელთან მიჩვევაც არ შეიძლება. ადამიანებს დღეს უნდა გქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები, ადამიანებს უნდა გქონდეთ განსაკუთრებით მათ, ვინც უკვე იმუშავა, ან თუნდაც ვერ იმუშავა, მაგრამ სიბერი აქვს. აი პირველ ყოფილი ადამიანების დროს ადამიანებმა ჩათვალეს მეცნიერებმა, რომ აი ადამიანები დაარქვეს იმ საზოგადოებას, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა, მაგრამ ნახეს ძვლები მოხუცების. ეს ნიშნავდა, რომ ეს მოხუცები იმ სიბერით გარდაიცვალნენ, თორე შიმშილით კი არ მომკვდარან, ანუ მათ ისინი ცხოვრობდნენ და მათ უყოფდნენ ადამიანები თავიანთ, ასე ვთქვათ, იმ სარჩოს, რომელსაც მოიპოვებდნენ, მოხუცსაც კი იმ ადამიანს, ვისაც უკვე აღარ შეეძლო თავისი შრო, თავისი ფიზიკური ენერგიით, ხო შრომით რაღაცა მოეპოვებინა, ნადირობით რაღაცა მოეპოვებინა. და ჩვენ საზოგადოებაში პენსიონერების პრობლემა დგას ხალხო. ჩვენ ხო კარგად ვიცით, ხო სინამდვილეში იყო პერიოდი დაახლოებით 2 წლის წინაც კი შორს რო აღარ წავიდეთ. 1500 ლარი დაახლოებით ნიშნავდა, რომ საშუალოზე ოდნავ დაბალი, მაგრამ სოციალური დახმარება არ გჭირდებოდა. შეგეძლო კომუნალურები გადაგეხადა, შეგეძლო წამლები გეყიდა, ექიმთან მისულიყავი, დაახლოებით ასეთი, ასე ვთქვათ, ხარჯი შეიძლებოდა ადამიანს გაეძლო. დღეს ეს უკვე აღარ არის. დღეს 2-3000 აღარ ყოფნის ადამიანს ელემენტარული კომუნალურების გადახდაში, წამლების ყიდვაში საშინელ დღეში გვყავს. ადამიანების ჩვენი საზოგადოების ნაწილი გვყავს საშინელ მდგომარეობაში. და ჩვენ ვამბობთ, რომ კი, მაგრამ რა სოციალური პრობლემები არა გვაქვს. და გვაქვს. და ერთ-ერთი მთავარი საკითხი სოციალური პრობლემაა სწორედ. ერთ-ერთი მთავარი, რაც შეიძლება დღეს დღევანდელ საზოგადოებაში არსებობდეს, არა მარტო საქართველოში, რასაკვირველია. ოღონდ კიდევ გეუბნებით, იქ, სადაც განვითარებული ქვეყნებია და ალბათ ტელევიზორს თუ უყურებთ და ხედავთ, რომ საფრანგეთში უკვე რამოდენიმე დღეა, ერთი დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო პროცესები, დღეს უკვე პიკშია შესული, მთავრობის გადაყენებას ითხოვენ. იქ მშივრები არიან? და იქ იმ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან, მილიონი ადამიანი გამოვიდა მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მილიონი ადამიანია გამოსული პროფკავშირების მონაცემებით და იმ მონაცემებით, რომელსაც ასე ვთქვათ ოფიციალური ფრანგული თუნდაც პრესა იძლევა, ჩანს რომ გამოსული, რატომ არიან გამოსულები? სოციალური საკითხია ყველაზე მთავარი. არასწორად ხდება გადანაწილება, ამის გამო გამოდიან. ახლა მე გეტყვით ერთ მთავარ საკითხსაც ხო, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესია. გამოდის, რომ იდეალური რასაკვირველია დემოკრატიული წყობა არ არის. იდეალური არც არასდროს არ ყოფილა და რასაკვირველია იქაც არის ძალიან ბევრი დარღვევა და ცნობილი ფრაზისიც გამონათქვამიც, რომ დემოკრატია არ არის საუკეთესო ფორმა მისი რა ქვია მართლობის, მაგრამ ამაზე უკეთესი არ მოუგონიათ. რასაკვირველია კიდევ ამბობ, დემოკრატიული წყობა ეს არის ის წყობა, სადაც ასე თუ ისე ბევრად უფრო მეტად არის დაცული ადამიანი, ვიდრე არადემოკრატიულში. თუმცა ასევე არის მაგალითები და ამას არა მარტო დღევანდელი იმიდან შეიძლება ვთქვათ ამისი დანახვა, ხო, არამედ ისტორიიდანაც. მაშინ როდესაც შეიძლება ითქვას, რომ პირველად როცა შეეჯახა ეს ორი იდეა ერთმანეთს. ერთის მხრივ ეს იყო ბერძნული, დემოკრატიული, ჯერ კიდევ სახელმწიფოების და ერთიანი ბერძნული ერიც კი არ იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ ქალაქ სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთ თავს მაინც უწოდებდნენ ნიუნიელებს და ერთიან ეროვნულ, ერთიან კულტურულ გარემოში აღიქვავდნენ თავის თავს, როცა დაუპირისპირდნენ სპარსულ, ასე ვთქვათ, გარემოს. და სპარსულ იმას რა ქვია, მართლობასთან მოხდა ამ ორი ცივილიზაციის შეჯახება. ახლა რატო გავამახვილე ამაზე ყურადღება? სპარსულში, ხო, კიროსის სახელი ცნობილი ქურუში, ხო, სპარსულად ქურუშია, ის იყო პირველი, ვინც შექმნა ვებერთელა იმპერია და სადაც ამ იმპერიაში რასაკვირველია ერთმართველობა იყო, იქ დემოკრატია არ იყო. მაგრამ პირველი ინსტიტუტები იყო, სადაც ადამიანებს შეეძლოთ თავით კომფორტულად ეგრძნოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სატრაპიებად ჰქონდა დაყოფილი, ადრეც მithქვია ეს, თავის სატრაპიაში რომ დაენახა, როცა ჩამოივლიდა, როცა ნახულობდა, რომ შიერი ადამიანი იყო, ქუჩაში მათხოვარი რომ დაენახა, სატრაპიის, ასე რა ქვია, შეიძლება სიკვდილითაც კი დაესაჯა. ანუ აწყობილი სისტემა იყო. მე ამას რატო ვამბობ? დღევანდელ სიტუაციაშიც ერთ-ერთი მთავარი, დემოკრატია თუ არა გაქვს, ეს მაინც შექმენი, რომ სადაც ადამიანს შეიძლება თავისუფალი სიტყვის საშუალება არ ჰქონდეს, თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება არ ჰქონდეს, მაგრამ იქ ცხოვრება
ადამიანისთვის კომფორტული იყოს. საბჭოთა კავშირის დროს რატომ არის ხშირ შემთხვევაში თქვათ ის ადამიანები, რომლებიც ასაკოვანი არიან, საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ეხლაც შეიძლება ბევრი მათგანი გვიყურებს, საბჭოთა პერიოდში შეიძლება სიტყვის თავისუფლება არ იყო. აზრის გამოთქმის თავისუფლება არ იყო და ბევრ ადამიანს ეს დისკომფორტი არც კი უგრძნია. ხო, იმიტომ იგრძნეს იმათმა, ვისაც თქვათ, ვიღაცამ კინო გადაიღო და ეს კინო არ გაუშვეს იმის გამო, რომ ვიღაცამ უთხრა, რომ არა, აი მე შემიძლია ამ კინოს ვუყურო. მე მაქვს ამისი უფლება რომ ვუყურო, მაგრამ მე გადავწყვიტო ეს კინო შეიძლება გავიდეს, ან შეიძლება არ გავიდეს. ნაწარმოები, რომელსაც დაწერ, რომელიც გინდა რომ ხალხს გააცნო, შენი აზრი გინდა მიიტანო, ხო, მაშინ ნაკლებად იყო ეს Facebook-ი და იმ საშუალებები, ხო, და ადამიანისთვის იყო, ასე ვთქვათ, ბეჭდვითი საშუალებებით უნდა მიეტანა აზრი. არა, არსებობდა ორგანო, რომელიც იტყოდა, არა, შენი წიგნი, შენი ეს აზრი არ არის მავნეა. მე კი მაქვს უფლება რომ წავიკითხო. მე და იმ წერეს, რომელსაც ამისი გამოტანა შეგვიძლია ვერდიქტის დასმა, ან შეიძლება სხვებმა გაიგონ ან არა, მაგრამ თქვენ ამის საშუალებას არ გაძლევთ. ასეთი დისკომფორტი და კიდევ თქვათ ბევრი ისეთი, რომელიც კიდევ ამბობ, დიდ მასას, აი ალბათ 80-90%-ს არც კი უგრძნია საერთოდ, რომ საბჭოეთში იყო შეზღუდვები, რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ამას ვერ გრძნობდნენ. რა იყო თავისუფლება, ეგეც არ იცოდა დიდმა ნაწილმა. მაგრამ სოციალურად ყველაფერი იყო გამართული. იყო სწავლის არათუ მარტო უფლება, არამედ ვალდებულება, რომ ყველა ბავშვი სკოლაში უნდა მისულიყო და ესწავლა. სავალდებულო იყო რაღაც გარკვეულ, თქვათ 8 კლასი ეს იყო სავალდებულო. 8 კლასის მერე არჩევანი ჰქონდა. გააგრძელებდი სწავლას კიდევ მე-9 და მე-10-ში და მე უმაღლეს სასწავლებელში თუ გინდოდა ჩაბარება, ასე წახვიდოდი ამ გზით, თუ არა და იყო პროფესიული სასწავლებლები, სადაც ადამიანი არ გინდა სწავლა ბატონო, პროფესიას გასწავლი. პროფესიას, რომლითაც შენ შეგეძლება შენი ოჯახის რჩენა, ღირსეულად რჩენა, დაახლოებით იგივე დონე იყო, დაახლოებით ვიძახი, იმიტომ რომ თუ შეხედავთ, თქვათ, საიდან შეიძლება ხო ეს ერთია სტატისტიკური მონაცემები, რომლებზეც ნაკლებად მიუწვდება ადამიანს ხელი და თანაც არც თუ ისე საინტერესო საკითხავია, მაგრამ მეორეა ფილმები. და შეხედეთ იმ წლების ფილმებს, 50-იანი წლების, 60-იანი წლების ფილმებს შეხედეთ. შეხედეთ რა სიტუაცია, თქვათ, იტალიური ფილმები იყო, მაშინ ამერიკული ჰოლივუდი ნაკლებად იყო, ფრანგული ფილმები იყო, რომ შეხედეთ სახლები როგორი იყო. ხო, და მე შეადარეთ, თქვათ, ჩვენი იმ პერიოდის სახლებს. სოფელში ცხოვრება როგორი იყო, იმიტომ რომ არის ფილმებში და სოფელიც ჩანს როგორ არის და როგორ ცხოვრობდნენ იმ პერიოდში. დაახლოებით მოდაშიც კი, ხო, საბჭოთეთიც მიხვდა იმას, რომ ადამიანებს გარდა ჭამისა კიდევ რაღაცეები ჭირდებათ. და თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა მოდაც კი ტანსაცმლის მოდა, იქნებოდა ეს ტექნიკაზე, ტექნიკის ისინი, რა ქვია, საშუალებები, ხო? დაახლოებით იგივე ცდილობდა, რომ იმ სტანდარტს დაწეოდა. ეს ყველაფერი იყო, ამას რატო ვამბობ? ბიჭო, არ გვაქვს დემოკრატია და არ გვაქვს გამართული ინსტიტუტები ისე, როგორც შეიძლება ითქვას, რომ სტანდარტები, რასაც ითხოვს, მაგრამ ეს მაინც გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანი სოციალურად პენსიონერი, ოჯახში შვილი რომ გაჩნდა, ის რომ ამ შვილს მერე რჩენა ჭირდება, ის რომ მერე გაიზარდა ის შვილი და ცოლი რომ უნდა მოიყვანოს, ბინა ჭირდება, იმისათვის რომ ცოლი მოიყვანოს, აბა ვერ მოიყვანოს ოროთახიან ბინაში, ხო? მაშინ რა ქვია, ოჯახია კიდე და სხვა ერთი ოჯახი კიდე ვერ დაემატება ამას. ამის საშუალებები მაინც ხომ უნდა იყოს. ეს ხომ უნდა იყოს, ეს ეკონომიკა მაინც ხომ უნდა წამოვწიოთ ისე, რომ ის ინსტიტუტები თუ ვერ მუშაობს, რომელიც გარკვეულწილად ვთვლი რომ სწორედ იმ ინსტიტუციურმა განვითარებამ მოიტანა ის რომ ადამიანებზე უნდა ეზრუნა ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურას და ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტს რომელიც ერთი რამისთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ შექმნილი რომ ადამიანებისთვის მიეცა საშუალება ნორმალური ცხოვრების და ნორმალური განვითარების ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ამიტომ შეიქმნა ეს დემოკრატიული ინსტიტუტები საბჭოეთმა სწორედ შეჯიბრის დროს შეჯიბრი იმაში რომ ადამიანები ჩვენთანაც კარგად ცხოვრობენ ჩვენთანაც არანაკლებ ცხოვრობენ ოღონდ არა იმ დემოკრატიული ფორმით რომელიც თქვენ გვაქვს თუმცა დემოკრატია დაარქვა ოღონდ დაარქვა სოციალისტური დემოკრატია ხო სადაც უმრავლესობა უნდა გადაწყვიტოს და უმრავლესობა იქაც ასევე წყვეტ და ოღონდ ჩვენთან ცვლილება იყო ერთი პარტია გვყავდა ოღონდ ამ ერთ პარტიაში უნდა მოხარშულიყო ყველაფერი მემარცხენე იდეა მემარჯვენე იდეა აქ უნდა მოხარშულიყო ეროვნული იდეოლოგია როგორი უნდა ყოფილიყო აი ერთში უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ ასე უფრო ჩათვალეს მაშინ რომ იყო უფრო მომგებიანი და ასეთ სისტემაში ცხოვრობდით მე დღესაც გეტყვით ხო იგივე ხშირად მოყავთ ხოლმე რომ ბელორუსიზაცია მიმდინარეობს საქართველოში. ჯო არ მიმდინარეობს. ბელორუსიაში სრულიად სხვანაირი ცხოვრების დონეა.
კი, იქაც არიან უკმაყოფილოები. მე თვითონ ვიცნობ ბევრ ბელორუსს, რომელიც ამბობს, რომ იქიდან წამოვედი, გამოვიქეცი, არ მინდა, იმიტომ რომ იქაც იმას ამბობს, რომ თავისუფლების ხარისხი შეიზღუდა, დასავლეთთან ურთიერთობა და იმ სანქციებმა გამოიწვიეს ის, რომ კონტაქტები არ არის და არ აგვაქვს შეგრძნება იმისი, რომ ხვალ რა იქნება, ანუ ხვალინდელი დღის ბუნდოვნება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი ადამიანისათვის. ის რაც ყველაზე მეტად გუნავს ჩვენ, ეს არის ხვალინდელი დღე როგორი იქნება, ეს რომ არ ვიცით, ხო? და აქედან გამომდინარე არის მუდმივი შფოთი, რომელიც ფსიქოლოგიურად ყველაფერის მართლა საჭმელი, სასმელი ყველაფერი კონდეს, მაგრამ ხვალინდელი დღის ბუნდოვნება როცა გაქვს და არ იცი ხვალ რა იქნება, ხვალისთვის რა ნაბიჯები გექნება გადასარგმელი, ხვალ როგორ გაგითენდება დღე, შენს ოჯახს, შენ შვილებს, ხო, შენს მშობლებს. აი ეს არის, მაგრამ რაზე ლაპარაკი? გინდათ პენსიის დონე აიღეთ, გინდათ სამუშაო ადგილები აიღეთ და ამის გარდა დემოკრატიის ხარისხიც კი რაღაცა გარკვეულ ნაწილში იქ უფრო აღმოჩნდა რომ მეტია, რაღაცა ნაწილში ვამბობ ამას, თუმცა რაღაცა ნაწილში რასაკვირველია ჩვენთანაც არის ის რომ თუნდაც ტელევიზიების საშუალება მოგწონს არ მოგწონს, მაგრამ არის აზრის გამოთქმის საშუალება გაქვს. დემოკრატიის ეს ხარისხი სხვათა შორის შევარდნაძის დროსაც ჩვეულებრივად იყო, ხო, მაშინაც იყო დემოკრატიაზე ასე ვთქვათ მეტი გვინდოდა ყოველთვის. ხო, ქართულ აზროვნებაში, ქართულ ფსიქოლოგიაში დევს ეს. ხო, თქვენ წარმოიდგინეთ ბაგრატიონების თანაც კი ჭიდაობა მიდიოდა იმ სისტემაში, რომელიც სისტემაც მაშინ ის ფეოდალური სამყარო, მე როცა ის ფეოდალური სამყარო კარგია, ცუდია, ცალკე თემაა და ბევრი რაღაცა ძალიან კარგია, ბევრი რაღაცა ცუდია, იმიტომ რომ როგორც ყველაფერს თავის განვითარებაში როცა მიდის, აქვს თავისი პლუსები და თავისი მინუსები. მაგრამ ჩვენში სიტუაციაში, ხო, აქ ბევრი რამ, კიდევ ამბობ, არ არის საჭირო მართლა ქუჩაში გვაღიზიანებს ეს. ხო, ქუჩაში, როდესაც აქციების ის სახე თან მით უმეტეს ისეთი როცა აქვს, ადამიანთა დიდ ნაწილს არ განაწყობს კეთილად ამ იმაში, კეთილგანწყობა არ არის, ხო, ამ ყველაფრის მიმართ. მაგრამ ეს კეთილგანწყობა სრულებითაც არ ნიშნავს, რომ კეთილგანწყობა არის სახელმწიფო მმართველობის მიმართ. უბრალოდ შედარების მომენტები მიდის და ყოველთვის ქართველს ჯერჯერობით კიდევ მოყვება ეს. აი ძველი პერიოდიდან მოყოლებული მოყვება, რომ ბიჭო ხელისუფალმა უნდა გააკეთოს რა ის რა. ამას რატო ვათხოვნიებ ესე ქუჩაში ჩხუბით რატო უნდა იყოს? ხელისუფალი თუ კარგია, მან უნდა შექმნას და გააკეთოს ეს ყველაფერი და ეს ვალდებულება გვინდა რომ კარგ ხელისუფალს ვეძებთ მუდმივად. დღესაც იგივე სიტუაცია გვაქვს. ალტერნატივის მომენტი სინამდვილეში მაინც არ ჩანს. კარგი ალტერნატივა არ არის. აი ხშირად მიდის ლაპარაკი, აი 4 ოქტომბერი და იქით თუ გადართავთ იმ ლიბერალურ არხებს, შიდა წრეში იხარშებიან და იძახენ, აი 4 ოქტომბერს ეს მოხდება, 4 ოქტომბერს ის თავის იმაში წრეში ტრიალებენ. თორე ქალაქს არ ეტყობა ეს. აი ქალაქში ის განწყობა რომ 4-ში რაღაცა უნდა მოხდეს არ არის. არ არის, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, ალტერნატივას ვერ ხედავენ. და ეს ალტერნატივის ვერ დანახვა, ხო იმ სიტუაციაში თუნდაც რომელიც დღეს გვაქვს და დღესდღეობითაც თავის პლუსით და თავის მინუსით არის. ხო მე მესმის თქო დღევანდელი ხელისუფალის რომელმაც აიღო თავის თავზე ფუნქცია თან ხელისუფალიც არ არის. ხო სინამდვილეში ჩვენ ხო ვიცით რომ ქართულ ოცნებას დღეს თუ ვინმე ხმას აძლევს და ქართულ ოცნებას ვინმე თუ მხარს უჭერს, ან დღევანდელ სიტუაციაში თუ კი ვინმე ამბობს რომ ეს ხელისუფლება მირჩევნია ვიდრე იყოს სხვა, სინამდვილეში ამ ხელისუფალში არ გულისხმობს მარტო პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, ჩემი პატივისცემა მას, მაგრამ არ ნიშნავს რომ კობახიძეს აძლევენ ხმას, არ ნიშნავს რომ კობახიძეს და თუნდაც იგივე კობახიძე იქნება პრეზიდენტი, იქნება პარლამენტის თავმჯდომარე იქნება. ყველა სინამდვილეში ხო ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს. ამ კაცს ხო ეს ვებერთელა ტვირთი ადევს კისერზე. ამ კაცმა ხომ აიღო თავისი ნებით აიღო თან ეს ტვირთი დაწყებული 2012-დან დღემდე ეს ტვირთი მოაქვს მას. და მან აიღო ტვირთი იმისაც, რასაც სხვათა შორის თავის ნებაყოფილობით აქვს ეს ყველაფერი აღებული. ხალხს კი არ გადასცა. და კი არ შექმნა ის გარემო, ნუ ალბათ ასე ჩათვალა საჭირო, ალბათ ასე შეხედა, ან არ იცოდა სხვანაირად და როგორც შეუძლია ისე აკეთებს, ხო? ადგა და თვითონ არის ხალხი. გახსოვთ თქვენ ამბობდა კიდევაც გარკვეული ორგანიზაციას მოქალაქე შექმნა, ხო, ორგანიზაცია, სადაც მას უნდა შეესრულებინა ის ფუნქცია, რომ აი მოქალაქის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. და დღესაც ამას აკეთებს, რომ არა ბიძინა ივანიშვილი თუნდაც ის რომ დღესდღეობით მიმდინარეობს კორუფციასთან ბრძოლა. და ვაღიარებთ იმას, რომ კორუფცია თურმე გქონდა სულ ყოველთვის. პირველი პრემიერ-მინისტრებიდანაც გაიხსენეთ, ხო? 500 მილიონი გაქრა და იქ ეკონომიკის მინისტრზე იყო ლაპარაკი, იქ რაღაც გარკვეული ის იყო. მერეც მიდიოდა ლაპარაკი, მაგრამ აი როგორ არის იცით, ხომ არ ჯობდა
მე ამას ვამბობ იმით, ხომ არ ჯობდა, რომ მართლაც ეს ფუნქცია, რომელიც ამ კაცს თავის თავზე აქვს აღებული და ყველაფერი ასე ვთქვათ მის კისერზე გადადის. ისიც ხო თვითონაც ხედავს, რომ ცვლილებები როა საჭირო, აუცილებელია ცვლილება. თვითონვე აცვლის ოღონდ. იმიტომ რომ ვერ ენდობა იმის გამო, რომ ხალხის დიდი ნაწილის, აი სწორედ რასაც ახლა ვამბობდი, ბევრ რაღაცაში ადამიანების ინტელექტი არ არის საკმარისი, დიდი ნაწილის ინტელექტი, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გადაწყვეტილებებს ფუნდამენტალურად ცვლის ხოლმე ხანდახან, როგორც სახელმწიფოში, ურთიერთობაში ქვეყნის შიგნით, ისევე სახელმწიფოს გარეთაც. ხო, აქედან გამომდინარე, მასა აქვს ეს ფუნქცია აღებული და ის ებრძვის კორუფციას სინამდვილეში. ის ცდილობს, რომ ადამიანები გამოიყვანოს, სელექცია გააკეთოს. მე გაბრაზებულია, იმიტომ რომ ვისაც ენდო, მე სულ ყველა აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ფულს იპარავს, ან თავის სასარგებლოდ რაღაცას აკეთებს. მე ადამიანებში ჩდება ეს აზრი, რა ქნას ამ კაცმა კაცო, ეს კი ცდილობს ამ ყველაფრის გაკეთებას და გეუბნებით, მოგონილია ყველაფერი, გაკეთებულია, აპრობირებულია. ის ქურუშის იმ პირველი იმპერია, რომელიც შექმნა და როგორც შევიდა მამა, კაცო, სპარსეთის მამა. ასე ეძახიან და ასეა და დღემდე ესე ითვლება. ხო, რომელმაც პირველი იმპერია შექმნა, რომელსაც ამ იმპერიას სწავლობდნენ მე. თქვენ წარმოიდგინეთ ის დემოკრატებიც კი, რომლებიც შემდგომ უკვე მოვიდნენ ჯერ ერთი, ხო, ბერძნები თავის დროზე სწავლობდნენ, მაგრამ შემდგომს გეუბნებით უკვე, აი როცა ახალი დემოკრატია, ფეოდალიზმი როცა დამთავრდა, როცა პირველი პარიზის ბურჟუაზიული რევოლუცია რომ მოხდა, როცა აზროვნებაში ცვლილება შემოდის, როცა ბურჟუა, ანუ კიდევ ერთი მოქალაქე ჩდება, ანუ ბედს ქვეყნის მარტო არისტოკრატია კი არ წყვეტს, არამედ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა მოქალაქეებმა მიიღეს. შემოვიდა ახალი ცნება, ადამიანები ჩაერთვნენ და ყველამ გადაწყვიტა, რომ ერთად ემართათ ბერძნული დემოკრატიის მსგავსად. სხვათა შორის, ფრანგები კი მუდმივად ცდილობდნენ, რომ ეს ჩვენი მოგონილია და იქ არაფერი კავშირი არ გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში ხო მაინც ყველამ ვიცით, რომ სინამდვილეში საფუძველი ბერძნული დემოკრატია იყო. ხო, ანუ როცა ადამიანები პასუხისმგებლები ხდებიან, აი მარტივად შეიძლება გითხრათ, ნებისმიერ ადამიანს, ალბათ ჩვენთან მაყურებლებს ნაკლები იქნება, მაგრამ ვისაც თავისი წარმოება ქონია, ვისაც თავისი ბიზნესი აქვს და ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანები ყავს. თუ ის მარტოა, მაშინ თვითონ ცდილობს, რომ შეარჩიოს, თქვათ, მენეჯერი, ხო, რაღაცის, ან რაღაცას ვისაც აბარებს. თუ სხვებთან ერთად არის დამფუძნებელი რაღაცის, მაშინ მათთან ერთად აკეთებს გარკვეულ არჩევანს, ხო? რომ აი თქვათ, ვინ შევარჩიოთ დირექტორად, ვინ შევარჩიოთ, თქვათ, რა ვიცი, მექანიკოსად, ხო? ვინ შეიძლება მენეჯერად და მარტო ერთი მე ხო არ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სამნი ვართ, ოთხნი ვართ, ორნი ვართ დამფუძნებელი გააჩნია, რამდენი ვართ. მაშინ როგორ უნდა გავაკეთოთ? ხო, რაღაც გარკვეულ კონკურსს ვატარებთ. იმიტომ რომ შენი მოყვანილ კაცზე, შენ კი გინდა რომ ეს კაცი დავნიშნო, მაგრამ მე რაღაც სხვა ინფორმაცია მაქვს და არ მგონია რომ გაკაჩოს. იქ მესამე დამფუძნებელი თუ ყავს, იმასაც კიდე სხვა ინფორმაცია აქვს. ამიტომ ვიწყებთ რას? გარკვეულ შერჩევითობას. მე ამ შერჩეულმა კაცმა, რომელსაც დავნიშნავთ, ჩვენ რო ფული მოგპაროს, ან არასწორად გაანაწილოს, ან არასწორად გააკეთოს საქმე, პასუხს ხომ მოვთხოვთ. ზუსტად ესეა სახელმწიფოც. დღევანდელ სიტუაციაში უკვე პატრონი კი არ არის ის. პატრონი არის ხალხი. ადრე იყო პატრონი არისტოკრატია, ადრე იყო პატრონი მეფე და არისტოკრატია ერთად, ხო, ასე ითვლებოდა და მე შეიცვალა ეს. ამას დაჭირდა მთელი ფორმაციები, რევოლუციები, სისხლისღვრა, ყველაფერი ეს და ადამიანებმა მიაღწიეს იმ მომენტს, როდესაც თქვეს რომ არა, პატრონი არის ხალხი. ჩვენ ვართ პატრონი და ვირჩევთ მენეჯერებს, რომლებსაც ვარქმევთ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. აბა ერთი გაბედოს მე იმენ და რაღაცა არასწორად გააკეთოს, ან ფული მოიპაროს, ან არასწორი ინსტიტუტმა არ იმუშაოს კარგად. ის რომ ტრანსპორტი გაიჭედოს, ის რომ რაღაცა სიტუაცია ისე ვერ არის, რომ ადამიანი სოციალურ საკითხზე მივიდა და მას პასუხი სწორად არ გასცეს. ადამიანი, რომელიც იმ ინსტიტუტები, რომლებიც პასუხს უნდა ცემდნენ, მერია, გამგეობა, არ იმუშავა კარგად. მოთხოვ ხო პასუხს ამას. ჩვენ ეს ჯერჯერობით არ აგვაქვს. არ გვაქვს ეს შეგნება, ჩვენ არ ვუყურებთ ასე, რომ იმავ რომ ფული მოიპარა, ჩემი ფული მოიპარა. ვერთვლის ვერ გაუთავისებია. ისიც კი ვერ გაუთავისებია მარტო მიზეზების გამო. გადასახადებს რომ იხდის ადამიანი, იმასაც ვერ გზნობს ეს გადასახადები. ისაფინანსებს პოლიციელს, ისაფინანსებს მოსამართლეს, ისაფინანსებს ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც არსებობს, რა ვიცი, საგადასახადოს ინსპექტორს, რომელიც უნდა დადიოდეს, რომ მე რომ გადავიხადე ყველა გადასახადი იმაში საბაჟოდან დაწყებული, ყველა სხვამ რომ არ გადაიხადა, კონკურენცია არასწორად გამიწია და გავკოტრდი. ამიტომ ამას ფულს ვაძლევ, რომ წავიდეს და ირბინოს და ეს ყველაფერი დაალაგოს. მე
კი არ უნდა მეშინოდეს საგადასახადოს ინსპექტორს რომ დავინახო, პაპკი ჩემოვიდა გული რო უსკდება, ხო იმას ბიზნესმენს. ასე კი არ უნდა იყოს. ჩვენ ვერ გძნობთ, აი რომელი ადამიანი გძნობს იმას, რომ როდესაც გაიგებს, რომ თურმე ბიუჯეტიდან რაღაცა ფული არასწორად არის დახარჯული, აღშფოთდა რომ რას ქვია ჩემი ფული. რატო? იმიტომ რომ არ გძნობს ის თავის ფული არ არის. გადასახადეს გადამხდას თავი დაანებე. რო ყიდულობ რაღაცას, აი ტელეფონი იყიდე, სიგარეტი იყიდე, პური იყიდე, სასმელი იყიდე, ყველგან გადასახადს იხდი. შენი გადახდილი ფული მაღაზიაში რომ ფული გადაიხადე, ეს კი არ ნიშნავს მაღაზიას კი არ მიეცი, კაცო. შენ უკვე სახელმწიფოს მიეცი, იმიტომ რომ მაღაზიაში რომ ტელეფონი იყიდე, იმ ტელეფონზე იმდენი გადასახადებია და ის აისახა შენ რომ ფული გადაიხადე. რო გადაიხადე სიტყვაზე 500 ლარი რაღაცაში, იმ 500 ლარიდან 200 ლარი სახელმწიფოს მიაქვს. თორე იმას 300 ლარი თუ დარჩა კიდე კარგია, იმას ვინც ტელეფონი მოიტანა. ან იგივე სასმელებზე როცა აქციზები როცა, ან ბენზინს როცა ასხავ. შენ ბენზინის ფულს რო იხდი, შენ სახელმწიფოსაც უხდი. ნახევარს მე ბენზინეს უხდი და ნახევარს სახელმწიფოს უხდი. აქციზები იმხელა, სააქციზოა, ეხლა ხანს იყო კიდე ლაპარაკი, რომ კაც დაიჭირეს, აქციზურ გადასახადს არ ეხდიდა და გავისა. აქციზი იმხელა გადასახადია, სიგარეტი ლარნახევარი ღირდა კაცო რამოდენიმე წლის უკან. ეხლა ღირ 7 ლარი. ხო, ეს ფული აქციზმა გაზარდა. ის სიგარეტის რა ქვია, შემომტანი ალბათ იქედან თუ 2 ლარი თუ წაიღო სახში, კიდე ხო, დანარჩენ შენ სახელმწიფოს უხდი. ანუ ეს შენი ფულია და შენი ფული, როდესაც ვიღაცა ამ შენ ფულს იპარავს, შენ უნდა აღშფოთებული უნდა იყო. თქვენ ფილმებში ხო გინახავთ, რომ როგორ ელაპარაკება, ხო, განსაკუთრებით ჰოლივუდის ფილმებშია. მე გადასახადეს გადამხდელი ვარ. ანუ შენ რომ ეხლა მოდიხარ სახელმწიფოს სტრუქტურის წარმომადგენელი, ნებისმიერი პოლიციელი ხარ, საგადასახადო ინსპექტორი ხარ, მებაჟი ხარ, რაც გინდა, ვინც გინდა იყავი. და მე რომ ელაპარაკე, გადასახადის გადამხდელს მელაპარაკე წესიერ და პატიოსერ და კარგად მოიქეცი ისე მელაპარაკე. ამას ამბობს სინამდვილეში. ასე რომ მე ამას რატო გეუნებით და კიდე ერთი კაი რაღაცა მინდა გითხრათ უკვე ჩემი პირადიდან, თუმცა ეს მარტო ჩემი პირადი არ არის. იმიტომ არ არის რომ სახელმწიფოს ეხება. ამ რამოდენიმე დღის უკან 16 რიცხვში ვინც იცის, ზოგმა ბევრმა შეიძლება არ იცის, მე ძმა მყავდა დაჭერილი და დაჭერილი იყო არასწორად, იმიტომ რომ ის ნივთები, რომლებსაც ფიქრობდნენ რომ შენ გაქვს და შენ აღმოგიჩინეთ, სინამდვილეში იყო ჩადებული. მაგრამ თავარი ეს არ არის ჩადებული არ ჩადებული. თავარი იყო ერთი რამე, რასაც ვამბობდი რომ და ხშირად ვიმეორებდი, არ ვიცი ტელევიზიაში მithქვავს თუ არა, მაგრამ თავარი ერთი რამე იყო, რაც მე ყველაზე ძალიან მაინტერესებდა. სახელმწიფოში ერთ-ერთი ინსტიტუტი არის სასამართლო. სასამართლო ინსტიტუტი მეთქი დააზიანებს თუ არ დააზიანებს მართველი პოლიტიკური ელიტა ამ ინსტიტუტს. იმიტომ რომ როდესაც მოსამართლე, კვალიფიციური მოსამართლე თუ კი ჩახედავს საქმეში, ხო ის ხედავს, რომ ეს საქმე, ასე ვთქვათ, შეკერილი საქმეა თუ ნამდვილი საქმეა, ჩადებულია თუ არა. ნებისმიერი მოსამართლე, უკვე მოსამართლე კი არა, თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება ითქვას, მეოთხე კურსის სტუდენტიც უკვე თავისუფლად აფასებს ასეთ მსგავს სიტუაციას. თან მით უმეტეს, როდესაც ხედავდი იმას, რომ რამოდენიმე სასამართლო პროცესი სულ რაღაც 10-15 დღის განმავლობაში, რომელიც ჩატარდა, ორი მსგავს შემთხვევაში, ოღონდ მოსამართლეების ხვები იყო, ორი მსგავს შემთხვევაში ზუსტად ისე ჩატარდა, როგორც სასამართლო პრაქტიკას ჰქონდა და ჩვენს ქვეყანაში არსებობს სასამართლო პრაქტიკა. ჩვენთან არ არის პრეცედენტული სამართალი, როგორც თქვათ ინგლისს ხო კუნძულოვანი, მას ეს ცალკე პრეცედენტებზეა გაგებული. აი ერთი სასამართლო პროცესი რო ჩატარდება და როცა რაღაცა დაჟმას გამოიტანს განაჩენს, როცა მსგავსია, ხო სახელები და გვარებია შეცვლილი, შეიძლება რაოდენობა რაღაცა შეცვლილია, ან რაღაც მასშტაბი შეცვლილია, მაგრამ პრინციპი როცა ერთია, პრეცედენტია რომ ამაზე გამოიტანა ეს გადაწყვეტილება და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილებები იქნება დანარჩენ სასამართლოებშიც, იმიტომ რომ დამკვიდრებულია, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თქვათ ის პროცესი, რომელიც პირველად ჩატარდა. ჩვენთან არ არის პრეცედენტული სამართალი, მაგრამ ჩვენთან არის სასამართლო პრაქტიკა. როცა სასამართლო პრაქტიკაში უკვე მოცემულობად იყო მიღებული ასეთ მსგავს სიტუაციაში, როდესაც არასწორად არის გაკეთებული, თქვა ჩატარებული ჩხრეკა, არასწორად აქვს მოპოვებული ბრალდების მხარეს თავისი ნივთმტკიცებები, ხო, ასეთ შემთხვევაში სასამართლო და ჩვეულებრივად ნორმალური ქვეყნის ის არის, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა, მაშინ რასაკვირველია ამართლებს მას რა ქვია დამნაშავედ ვინც უნდა ეცნო, ხო? იმიტომ რომ არასწორად შენ ვერ შეძელი დამტკიცება. ხო, ეს პრინციპი მოდის ადამიანური უძველეს პრინციპიდან. თუ შენ ადამიანს ვიღაცაზე ამბობ, რომ ეს ადამიანი ცუდი ადამიანია, შენ უნდა დაამტკიცო, რომ ის ცუდი ადამიანია. იმან კი უნდა დაამტკიცოს, რომ არ არის ცუდი ადამიანი, არამედ შენ უნდა დაამტკიცო. ესია ეს უძველესი დროიდან მოდის და არის სწორი ფორმულა, იმიტომ რომ ბრალდების მხარემ უნდა მტკიცებულების ტვირთი ბრალდების მხარეს არის ხოლმე. და მეშინოდა რომ ეს ესე არ იქნებოდა. იმიტომ
მეშინოდა რომ მოსამართლე, რომელიც ძალიან მკაცრად ექცეოდა აი ამ ახალგაზრდებს, თუმცა იქაც კი რაღაცეებში შევხედე, რომ შეცვალა კიდევაც, კატეგორია შეუცვალა, თქვა და 7 წლიდან რო ეწყებოდა, მანაც შეცვალა და 2 წელნახევრიდან მისცა. თუმცა თვლი რომ თლაც მართალი არც ეგ არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავინახე რომ ამ ადამიანმაც სცადა ის რომ თქვა ის ახალგაზრდები და გარკვეულწილად სასამართლო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრსაც ითვალისწინებს ხოლმე, ხო? გინდა არ გინდა ეს მოქმედებს ადამიანზე. და არ მეგონა რომ ქალბატონი ნინო გალუსტაშვილი გამოიტანდა გამამართლებელ განაჩენს. შინაგან და ბოლო წუთამდე სანამ არ მოვისმინე, ნამდვილად არ მეგონა. და როცა მოვისმინე, ერთ რამეში დავწმუნდი, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ჩამოშლილი. სასამართლო სისტემა ასე თუ ისე დგას ფეხზე, იმიტომ რომ მარტო ჩემი განაჩენი არ, მე დანარჩენ განაჩენებსაც შევხედე, როგორ მიდიოდა. მანამდეც ასევე მიხეილ ჯინჯოლიამ, როდესაც ასევე მიიღო სწორი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ამბობ, სამართლიანი გადაწყვეტილება და ჩანს, რომ ეს სტატისტიკაშიც კი ისახება ხოლმე. ხო, რამდენი გამამართლებელი განაჩენი სახელმწიფოს, თქვათ, სასამართლოებს. იმის მიხედვით დემოკრატიის ხარისხიც იზომება და სულ მეშინოდა, რომ მეთქი არ ჩამოგვენგრეს რა, ის რაც არსებობს, არის ერთ-ერთი ინსტიტუციური, ისევე როგორც მედია თავისუფლების მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლებია რაღაცა, მაგრამ მუშაობს ეს მედია და არის დემოკრატიული ინსტიტუტი. დგას ფეხზე, ჯერ კიდევ დგას და უძლებს. ასევე სასამართლო დგას და უძლებს. ეს მე მაძლევს იმის იმედს, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრი რამე კიდევ უფრო უკეთესობისკენ წავიდეს. მართლა მაძლევს ამ იმედს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პერიოდი, რომელი პერიოდიც ეხლა გვიდგას და ურთულესი პერიოდი გვიდგას, რომელიც მარტო ქვეყნის შიდა დაძაბულობიდან გამომდინარე არ არის. სოფლიოშია დაძაბული ურთიერთობა და სოფლიოში ხდება ძალიან ისეთი რთული კრიზისები, რომ ადამიანებს გარკვეულწილად უღუვებს იმ აზრს, რომ ეხლა რომ მე ხელისუფლება გავუშვა და ეხლა რომ ეს ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ვიღაცას გადავცე და თანაც გაურკვეველ სიტუაციაში და გაურკვეველ ვითარებაში ვის გადავცე, ამითი გამართლებას როცა პაულობს. დადგება მომენტი, რომ შეიცვლება სიტუაცია. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მე არ გონია, რომ ეხლა უცბად რაღაცა მოხდეს და არ გონია, რომ ეს უცბად რყევა კარგიც იყოს, მაგრამ გარკვეულწილად რომ ცვლილებების დრო მოვა, მე ამას ნამდვილად ხედავ და ფიქრობ იმასაც, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა იმსახურებს იმას, რომ მისი ჩამოშლა არ მოხდეს და ქართული საზოგადოებაც იმსახურებს იმას, რომ უკეთესი ხელისუფლებები გვყავდეს. ამ იმედით გემშვიდობებით და დიდი მადლობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არც ერთი ზარი არ შემოსულა, იმიტომ რომ დამეწერებოდა და აქედან გამომდინარე ბოდიშის მოხდას არავისთან არ ვაპირებ, მაგრამ დიდი მადლობა რომ მისმინეთ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს ორშაბათს გიორგი ლომიასთან ერთად და პარასკევს ალბათ ისევ ჩვეულებრივად ვის ნახევარზე. კარგად ბრძანდებოდეთ.